სოციალური მუშაკების დახმარებით მრავალ ქვეყანაში ხდება ისეთი პრობლემების დაძლევა, როგორიც არის სიღარიბე, უსახლკარობა, უმუშევრობა, ხდება ოჯახში ძალადობის პრევენცია და ბავშვის მიტოვების პრევენცია. ზოგადად ამ პროფესიის და სოციალური მუშაკებისთვის უმნიშვნელოვანესია და პრიორიტეტულია, რომ ყველა ბავშვი იზრდებოდეს ოჯახში. თუმცა რა ხდება დღეს საქართველოში? დღეს სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალურ მუშაკს აიძულებს დაარღვევოს ბავშვის ფუნდამენტური უფლება და განაცალკევოს იგი ოჯახისგან მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური თუ მატერიალური სიდუხჭირის გამო. სახელმწიფო და სოციალური დაცვის სამინისტრო დღეს კონცენტრირებულია მხოლოდ იმაზე, რომ ვიღაც არ დაიღუპოს, თუმცა ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, მის მიჯაჭვულობაზე და განვითარებაზე საერთოდ არ ფიქრობს. სიღარიბე არის იმის ნიშანი, რომ ამ ოჯახს ჭირდება სახელმწიფოსგან მხარდაჭერა, გაძლიერება, რომ თავად შეძლოს საკუთარი შვილის აღზრდა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არ არსებობს ოჯახის გაძლიერებაზე ორიენტირებული არც ერთი სერვისი, სოციალური მუშაკი იძულებულია ცუცა და უარეს შორის გააკეთოს არჩევანი და ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო სოციალურ მუშაკს აკისრებს პასუხისმგებლობაზე, ტოვებს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე, როგორც არის მშობლის უფლების ჩამორთმევა და ბავშვის განცალკევება ოჯახისგან.